და როდესაც შენი ცხოვრებისთვის ნამდვილ ადამიანს იპოვი, ნამდვილი ადამიანი არ გატკენს გულს. ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება ბრძოლა. ნამდვილ ემოციებს არ სჭირდება ტკივილის მოგრა. რა თქმა უნდა, დაბრკოლებების, სირთულეები, ყველაფერი მოსულა და გააკეთებ და განახორციელებ ისე რომ ყველაფერი კარგად წარმართო, მაგრამ ნამდვილ ემოციებს არ ჭირდება ტკივილი, არ მოაქვს ტკივილი ნამდვილ ადამიანს. როდესაც შენ საყვარელ ადამიანს, ნამდვილ ადამიანს შეხვდა, მის არ გატკენს გულსის, ადეკვატურად და ადამიანურად მოგეპყრობა. ხო და საჭირო გაშთა იყოს სახელწოდებით, რამდენად ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულები, თქვენ და თქვენ ჩაქრებული ადამიანი. ანუ პირდაპირ ამოდის, რომ ერთმანეთ, რომანტიული განწყობით და ნეგატიური სიყვარულით და დამოკიდებულებით ხართ ერთმანეთის მიმართ, შესაბამისად ემოციურად თითქოს ის პროცესები, რომელიც უნდა გაიაროთ, არის ის, რომ ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულები ნამდვილად და კარგ პერიოდს გადიხართ ამავდროულად, ვიღაცები ხელს გიშლიან ნეგატივების გიკეთებენ ვიღაცები, რომ დაგაშოროთ ერთმანეთს, თუმცა ვერაფერი ვერ მოგერევათ, რაც არ უნდა ვიღაცამ ეხლა თანდოს და ჩამოაგდოთ თქვენი კომუნიკაცია, მაინც დაგიბრუნდებით ეს ადამიანი, იმიტომ რომ სიყვარული აქვს თქვენს მიმართ მხოლოდ და თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი გული უჭირავს. მადლობა ყურადღებისთვის. და მადლობა ნებისთვის და ჩემს კონსულტაციებისთვის.